ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა პარი სენ-ჟერმენი ლისაბონში დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგის განახლებულ ეტაპზე მოქმედმა ჩემპიონმა პარი სენ-ჟერმენმა სეზონში მეორე მარცხი იწვნია. მიუხედავად ამისა, 2026 წელი ევროპულ არენაზე ქართული ფეხბურთისთვის სანახაობრივად დაიწყო. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი შტამბეჭდავი გოლი გაიტანა. მეშვიდე ტურის შეხვედრაში PSG ლისაბონში სპორტინგს ესტუმრა. მატჩი ქართველი ვარსკვლავის გარეშე დაიწყო. ლუის ენრიკემ კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დატოვა. თუმცა პარიზელები შეტევაში უმოქმედოდ დარჩნენ და 63 წუთზე ესპანელ სპეციალისტს ქართველი შემტევის მოედანზე შეყვანა მოუწია. ანგარიში დიდხანს არ გაიხსნა. 74 წუთზე მასპინძლები კოლუმბიელი ფორვარდის გოლი დაწინაურდნენ და PSG რეალური მარცხის წინაშე აღმოჩნდა. მაგრამ მხოლოდ 5 წუთში ყველაფერი შეიცვალა. კვარაცხელიამ თავისი საფირმო სტილი კიდევ ერთხელ აჩვენა. მარჯვენა ფეხით ზუსტი დარტყმა შორეულ კუთხეში და ანგარიში გათანაბრდა. 1-1. ეს ხვიჩას მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მესამე გოლია, ხოლო ტურნირზე ჩატარებულ კარიერაში უკვე მერვე. თუმცა მატჩის დასასრული პარიზელებისთვის მაინც დრამატული აღმოჩნდა. კომპენსირებულ დროში დაცვის შეცდომა მასპინძლებმა სრულად გამოიყენეს და გამარჯვების გოლი გაიტანეს. სტატისტიკურად კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 6 მატჩში 3 გოლი და 2 ასისტი აქვს, ხოლო ყველა ტურნირზე 25 შეხვედრაში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა. შეხვედრაში მოკლე დროით მონაწილეობა მიიღო სპორტინგის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმაც. მისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაში მეორე მატჩი იყო. ტურნირის ცხრილში პარი სენ-ჟერმენი 13 ქულით მეხუთე ადგილზეა და ბოლო ტურში ნიუკასა იუნაიტედს უმასპინძლებს. სპორტინგი კი მე-6 პოზიციაზეა, ასევე 13 ქულით და მომდევნო შეხვედრას ბილბაოში გამართავს. თუ გინდათ მეტი მსგავსი ფეხბურთის ანალიზი, ლიგის დეტალური განხილვები, დაალაითეთ ვიდეო და აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ეს ძალიან გვეხმარება. მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე კმაყოფილი იყო თავისი გუნდის თამაშით. შედეგი კი ძალიან უსამართლოა. ჟურნალისტმა კითხა თუ რამ განაპირობა მარცხი, რაზეც ენრიკემ უპასუხა. მარცხის ახსნა ძალიან მარტივია. ეს ფეხბურთია. ჩვენი საუკეთესო გასვლითი თამაში იყო ამ სეზონში. მეტოქეს ვაჯობეთ, აშკარად დავიმსახურეთ გამარჯვება, მაგრამ წავაგეთ. ეს იმედგაცრუებაა, ძალიან უსამართლო შედეგია. ცხადია, მატჩს მაშინ იგებ, როცა გოლებს იტან. მეტოქემ კი ჩვენზე ერთით მეტი გოლი გაიტანა. ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ჩემი გუნდით. ეს არის ხასიათი, რომელიც გვჭირდება შორს წასასვლელად. მომავლის იმედი მაქვს. ამ ხასიათით ყველგან, ყველა სტადიონზე მზად ვიქნებით. თუ რაიმე პრობლემაა, ეს მწვრთნელის პრობლემაა. არ ინერვიულოთ. მე ამისთვის ვარ აქ. ფეხბურთი საზიზღარი სპორტია. ეს უსამართლო სპორტია. უნდა შეეგუოთ ამას. იგივე ხშირად დაგვემართა. მაგალითად ბილბაოში, სადაც უკეთესი გუნდი ვიყავით, ან გასულ კვირას პარიზის წინააღმდეგ. ეს იმედგაცრუებას იწვევს. კრიტიკა მოგწონთ, მაგრამ ძალიან ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით. ეს ამ ტურნირში შორს წასვლის საუკეთესო გზაა. მთელი მატჩის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ წავაგეთ. წარმოუდგენელია. თუ პლეი-ოფში თამაში მოგვიწევს, ცხადია მზად ვართ. ყველა მიცის როგორი გუნდი ვართ. მზად ვართ ეს ვაჩვენოთ. განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა. პარი სენ-ჟერმენის ყოფილმა ფეხბურთელმა ლორან ფურნიემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტმა კითხა, გაუკვირდა თუ არა ხვიჩას არ დაწყება სასტარტოდან. არა, არ გამკვირვებია. 4-ვე შემტევი იმსახურებს სასტარტოში ყოფნას და როტაცია ნორმალური მოვლენაა. ყვარამ გატანილი გოლით აჩვენა, რომ თამაში სურდა, თუმცა სრულიად ლოგიკური იყო სათამაშო დროის მიცემა ბარკოლასთვის, რომელმაც ლილის წინააღმდეგ გაიტანა. ამჯერად მას შეტევაში იღბალი დააკლდა. ლუის ენრიკე მართალია, როცა როტაციას მიმართავს, რადგან ასეთი მაღალი ხარისხის 4 თავდამსხმელი ყავს. ვილიარეალის კიდევ ერთი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე. გიორგი მიქაუტაძემ აიაქსზე შურისძიება ვერ მოახერხა. ვილიარეალის კრიზისი ჩემპიონთა ლიგაზე გრძელდება. ესპანურმა გუნდმა მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და ცხრილში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბოლო ადგილოსან ქაირატს მხოლოდ ბურთების სხვაობით უსწრებს. გიორგი მიქაუტაძისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო. ერთადერთი კლუბი, სადაც ქართველ ფორვარდს თავი ვერ გამოეჩინა და კომფორტულად ვერ იგრძნო თავი, ამსტერდამის აიაქსი იყო. სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ მოუწია მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. თუმცა მარსელინოს გადაწყვეტილებით მოედანზე მხოლოდ 72 წუთიდან გამოჩნდა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის შესატრიალებლად. ვილიარეალის ცუდი ფორმა 40 დღიანი პაუზის შემდეგაც გაგრძელდა. შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ დაიწყო. მეორე ტაიმის დასაწყისში კანადელმა ტანი ოლუვასეიმ ანგარიში გახსნა, თუმცა შემდგომ ინიციატივა სრულად აიაქსმა გადაიბარა. ოსკარ გლუხმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო საბოლოო წერტილი ნორვეგიელმა ოლივერ ედვარდსენმა დასვა. 1-2. შედეგად ვილიარეალი 1 ქულით ბოლოს წინა 35 ადგილზეა და პლეი-ოფის შანსს ჯერ კიდევ დეკემბერში დაემშვიდობა.
28 იანვარს ყვითელი წყალქვეშა ნავი ჩემპიონთა ლიგას ლევერკუზენში ბაიერთან მატჩით დაემშვიდობება. აიაქს მატჩი გამარჯვებით 3 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში გასვლის თეორიული შანსი შეინარჩუნა. ბოლო ტურში ნიდერლანდური გრანდი ოლიმპიაკოსის უმასპინძლებს. დებური მიქაუტაძეზე. მას ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ბევრს გონია. აიაქსის ლეგენდამ რონალდ დებურმა ზიგგო სპორტის ეთერში გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს ამსტერდამულ კლუბში რეალური შანსი უბრალოდ არ მისცეს. დებურის თქმით, მიქაუტაძე სწრაფია, ორივე ფეხით ეფექტურად თამაშობს, ბურთის გარეშეც ჭკვიანურად მოძრაობს და ბუნებრივი ფორვარდის ყველა თვისება აქვს. თუმცა აიაქსში მას არასწორ პოზიციაზე ათამაშებდნენ და მუდმივი ზეწოლის ფონზე განვითარების საშუალება არ მიეცა. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე აიაქსმა 2023 წლის ზაფხულში მეციდან დაახლოებით 18 მილიონი ევროთ შეიძინა. თუმცა 9 უგოლო მატჩის შემდეგ კლუბი დატოვა. მოგვიანებით იგი მეცში დაბრუნდა, საიდანაც ლიონში გადავიდა და გასულ სეზონში 59 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში კი ვილიარეალის მაისურით გიორგის ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. თუ მოგწონთ მსგავსი ფეხბურთის მიმოხილვები, ქართული ლეგიონერების ანალიზი და ჩემპიონთა ლიგის განხილვები, დაალაიქეთ ვიდეო და აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ეს მხარდაჭერა ნამდვილად მნიშვნელოვანია.